რა სახის PR ტექნოლოგიებს იყენებდა დონალდ ტრამპი კამპანიის დროს? როგორი PR-ი სჭირდება მას დღეს უკვე პრეზიდენტის რანგში და რა მნიშვნელობას ანიჭებენ PR ტექნოლოგიებს და საზოგადოების ინფორმირებას საქართველოს სახელმწიფო უწყებები? საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტთან სოსო გალუმაშვილთან ერთად ვისაუბრებთ ამ თემაზე. დილამშვიდობის ბატონო. დილამშვიდობის, მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს. მადლობა მომბრძანებისთვის პირველ რიგში. კარგი PR-ი ეს ნიშნავს საუკეთესო შედეგს და ამ მხრივ დონალდ ტრამპის მაგალითი შემთხვევით არ მოვიყვანე, ბევრისთვის მოულოდნელად ის გახდა მსოფლიო ლიდერი. რა რესურსი დახარჯა გამარჯვების მისაღწევად მილიარდერმა ტრამპმა? რა სახის PR ტექნოლოგიები გამოიყენა? პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ კარგი PR-ი მართლაც ნიშნავს შედეგზე ორიენტაციას, ნიშნავს იმას, რაც ჩვენ მივიღეთ და ვნახეთ დონალდ ტრამპის შემთხვევაში, ანუ ის განსაკუთრებული შედეგი რაც დადო, რაც მთელი მსოფლიოს სოციოლოგები, მედია, გავლენიანი პირები არ მოელოდნენ და მართლაც არავის ეგონა თუ ტრამპი გახდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების 55 პრეზიდენტი. მეცაც გეტყვით, მაგალითად ისეთი გავლენიანი გამოცემა, როგორიც არის Huffington Post-ი, ტრამპის კამპანიის დასაწყისში საერთოდ არ აღიარებდა მას როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს და რუბრიკაში პოლიტიკა არ ათავსებდა მის შესახებ სიახლეებს, არამედ ათავსებდა რუბრიკაში გართობა. ანუ ის თვლიდა, რომ ეს ადამიანი აქ უბრალოდ გასართობათაა ამოსული და მას არანაირი პოლიტიკური საინტერესო გეგმები არ აქვსო. ფაქტია, რომ მან მოიპოვა ამერიკელების მხარდაჭერა. რაიმე განსაკუთრებულ ტექნოლოგიებს იყენებდა დონალდ ტრამპი, თუ მისი პიროვნება იყო უკვე იმდენად გამორჩეული და მისი განცხადებები თუნდაც არაპოპულარული, რომ ამ ყველაფერმა გამოიღო ის შედეგი, რაც მას ძალიან საინტერესო კითხვაა და მე გეტყვით, რომ არა მარტო განსაკუთრებულ ტექნოლოგიებს, არამედ ჩვენ შეგვიძლია PR-ი გავყოთ ორ ნაწილად, ერთი ტრამპამდე და მეორე ტრამპის შემდეგ. ანუ რეალურად გამოყენებული იქნა ისეთი ტექნოლოგია, რომელიც იყო აბსოლუტური სიახლე ბაზარზე და გამოყენებული იყო ისეთი ტექნოლოგიების შეჯვარება, რომელიც აქამდე წარმოუდგენელი იყო, რომ მომხდარიყო. მე გეტყვით, რომ დონალდ ტრამპის სტრატეგიულ ჯგუფს 220 მილიონ ამომრჩეველზე ჰქონდა აბსოლუტურად ზუსტი ინფორმაცია. ნახეთ, ეს იყო ტექნოლოგია, რომელმაც ერთმანეთთან შეათავსა დემოგრაფიული მონაცემები, კომერციული მონაცემები ამავე პიროვნებებზე, ფსიქიომეტრია, მაგალითად რას ყიდულობდნენ, რას კითხულობდნენ და ასე შემდეგ და ყველაზე მნიშვნელოვანი ეგრეთ წოდებული პრივატული ინფორმაცია, რომელიც ინფორმაციას იძლეოდა ამა თუ იმ ამომრჩევლის განწყობაზე. აი ამ სამი ეგრეთ წოდებული მონაცემთა ბაზის შეჯვარებით მან არის ეგეთი ორგანიზაცია, ქვია კემბრიჯში არსებული კომპანია, რომელმაც აიღო და ეს ყველაფერი შეაჯამა და მიიღო ეგრეთ წოდებული ტექნოლოგია, რომელსაც ქვია ოკეანე. ჩატარდა მნიშვნელოვანი კვლევა, რომელშიც საკმაოდ დიდი თანხაც იყო გადახდილი. ეს დაახლოებით აი მარტო წარმოიდგინეთ, არ ხმაურდება ინფორმაცია თუ რა გადაუხადა კემბრიჯის ამ კომპანიას დონალდ ტრამპმა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ტედ კრუზმა, რომელიც ასევე იყო პრეზიდენტობის კანდიდატი, დაახლოებით 3 მილიონი გადაიხადა და თქვენ იცით, რომ მას ძალიან ხანმოკლე წინასაარჩევნო კამპანია ჰქონდა. 2016 წლის მაისში უკვე ეს მთელი ჯგუფი გადავიდა ტრამპთან და ზუსტად 7 კვირით ადრე ალექსანდრ ნიქსი არის ასეთი ამ კომპანიის ხელმძღვანელი, გამოვიდა კონკორდია არის დაახლოებით ისეთივე სამიტი ამერიკაში ტარდება, როგორიც არის დავოსის და მან სხვათა შორის ძალიან საინტერესო მოხსენება და პრეზენტაცია გააკეთა და ერთ-ერთი ბოლოს რითი დაასრულა, იცით, ჩვენ ამ დარჩენილია ორი კანდიდატიო. ჩვენ ამ ტექნოლოგიას, ამ მეთოდოლოგიას ვცდით. დარჩენილია 7 კვირა. ნახოთ, რა შედეგს დავდებთო. და თქვენ ნახეთ, რომ მართლაც საოცარი შედეგი დადო და მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ ობამას სოციალური ქსელების პრეზიდენტსაც ეძახდნენ, იმ
ადგილზე, იმ ტერიტორიაზე, სადაც ყველაზე ძლიერი იყო დემოკრატების ფრთა, ტრამპმა შეძლო გამარჯვების მოპოვება. ეს არის სწორედ აი ეს ტექნოლოგია, ბოდიში, რომელსაც ეწოდება ეგრეთ წოდებული მიკროთარგეტინგი. ანუ ძალიან ღრმა ჩაშლა ამომრჩევლის ყველანაირი ინფორმაციის. საიდან იღებდნენ ამ პრივატულ ინფორმაციას? ესე იგი, პირველადი ინფორმაცია, რაც არის ამომრჩევლების სიებიდან იყო, დემოგრაფია, მეორადი იყო სხვადასხვა კომერციული კომპანიებისგან ნაყიდი და ეს აბსოლუტურად ღიაა და მესამე, აი ეს მესამე რჩება ცოტა გაურკვეველი, თუმცა ძალიან მალე გაირკვევა. მესამე, ანუ ინფორმაცია აღქმების, პრეფერენციების, ამორჩევლების, აი ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს. თუმცა ამბობენ და ინფორმაცია გვაქვს ასეთი, რომ ეს ყველაფერი ხდება სოციალური ქსელებიდან. რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე ხელმისაწვდომი და ძალიან უტყუარი ინფორმაცია შეიძლება ითქვას ხშირ შემთხვევაში. როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი ითვალისწინებდა ყველა იმ ინფორმაციას, რაც ჰქონდა მოწოდებული და ამის მიხედვით აკეთებდა განცხადებებს. რასაკვირველია, ყველა, ნახეთ, ეს არის აბსოლუტურად ამოტრიალება იმ ტრადიციული პიარული მიდგომების, რაც კი არსებობდა ტრამპამდე. ანუ ნახეთ, როგორ იყო, თქვათ, ესე გავყოთ, ხო გავყავით ორ ნაწილად. როგორ იყო, რაღაცა ჭკვიანი ადამიანების ჯგუფი შეიკრიბებოდნენ და დასხდებოდნენ და იფიქრებდნენ რაღაც გარკვეულ მონაცემებზე დაყრდნობით, რა ტიპის მესიჯი, რა ტიპის შეტყობინება გაეგზავნათ ამორჩევლისთვის. იყო თუ არა ეს ბეწვის ხიძე სიარული? რასაკვირველია, იმიტომ რომ რამდენად გაამართლებდა ეს ტექნოლოგია, ამის უტყუარი დაკიცებულებები არ არსებობდა. ახლა ზუსტად უკან ამოტრიალდა, მესიჯი მოდის არა პოლიტიკოსებიდან, აი რაში არის ტრამპის ეს თქვათ ტექნოლოგიის სიახლე. მესიჯი მოდის არა პოლიტიკოსებიდან, არამედ ხალხიდან. აი ეს ცვლილება მოხდა და რა თქმა უნდა ეს იყო ძალიან სარისკო ნაბიჯი. პირველად მოხდა ასეთი რაღაცის გაკეთება, მაგრამ ტრამპი სწორედ ამაში არის, მისი სიძლიერე იმაშია, რომ ასეთ სარისკო ნაბიჯებს გავდა, თქვენ კარგად მოგიხსენებათ, რომ მისი ასეთი სარისკო ნაბიჯები სამჯერ კომპანიის გაბანკროტებითაც კი დასრულდა. სოსო, ამჯერად უკვე პრეზიდენტის რანგში ტრამპს როგორი პიარი სჭირდება? გასაგებია, რომ ბევრმა შეიძლება არაპოპულარულმა განცხადება მას პოპულარობა მოუტანა, მაგრამ დღეს უკვე საჭიროა სიტუაციის კონტროლი. აი, მოდით შევხედოთ ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანების კუთხიდან. რასაკვირველია ის განცხადებები, რომელიც კეთდებოდა, ბევრი მათგანი ჩემთვის პირადად ჩემთვისაც მიუღებელი იყო და სულ ფიქრობდი, რომ რატომ აკეთებს ამას, ეს ხომ არ არის რაღაცა დამარცხებისკენ მიმავალი გზა, მაგრამ რეალურად აღმოჩნდა, რომ ამერიკელების უმრავლესობისთვის, მით უმეტეს ამ შიდა შტატების მოსახლეობისთვის, ის დაპირებები, რომელიც ტრამპმა გასცა და მეცაც გეტყვით, ახლა რაზეც აწერს ხელს და რა მესიჯებსაც უგზავნის ამერიკის მოსახლეობას, აბსოლუტურად მისაღები აღმოჩნდა. ამიტომაც გახდა ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. თუნდაც ის, რომ ამერიკა ტრანსწყნარი ოკეანის პარტნიორობის სავაჭრო შეთანხმებას ეთიშება, აშენდება ასევე მექსიკის კედელი და ასე შემდეგ ემიგრანტების თემა. ეს ტრამპის რეიტინგს თქვენი აზრით არ დაწევს? იცით, პირველი ორი, რაც თქვენ ბრძანეთ, რასაკვირველია, ეს პირიქით მიღებული იქნა მსოფლიო საზოგადოების მხრიდან, რომ არის ძალიან ნორმალური ნაბიჯი, რაც შეეხება მექსიკასთან ამ კედლის აშენებას, ცოტა პრობლემური თემაა, ეხლა ზუსტად ვეცნობოდი ამბობ, 25 მილიარდი დაждდება ამის აშენება და პლუს კიდე ყოველწლიურად მის შენახვას დაჭირდება 2 მილიარდი. ეხლა მე უკვე ამერიკელმა ჭკვიანმა ფინანსისტებმა უნდა დაითვალონ რა უფრო ძვირი დაუჯდებათ ამ კედლის აშენება და შენახვა თუ ემიგრანტების ტალღის შეჩერება. თუმცა გაცხადდა რომ მექსიკისთვის არის მოთხოვნა რომ ან დაფაროს ეს თანხა. არა, რასაკვირველია ხომ მექსიკა ამას არ დაფარავს. იცით, აი მე მინდა გითხრათ, ნახეთ, როდესაც საუბრობდნენ რომ აი როდესაც ის გახდება პრეზიდენტი, ის შეიცვლება. რეალურად მთელი საპრეზიდენტო კამპანია მისი წარმართული იყო ძალიან საინტერესო კონცეფციით.
ვანახოთ საზოგადოებას ტრამპი როგორიც ის სინამდვილეშია. საზოგადოებრივი აზრით манипуლირება თუ ხდებოდა, მინდა რომ ამ თემასაც შევეხოთ. რასაკვირველია ხდებოდა და ძალიან ხშირად ეს სხვათა შორის მე პირდაპირ მინდა გითხრათ რომ ეს იყო ცუდი სიტყვა უნდა გამოვიყენო ამ დილა ადრიან, მაგრამ ერთ-ერთი ბინძური არჩევნები არა მარტო ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, არამედ ზოგადად რაც კი ჩატარებულა არჩევნები. ნუ რა თქმა უნდა თუ არ შევადრით რუსეთის არჩევნებს, რასაკვირველია, ის არ უნდა ჩავთვალოთ არასოდეს. ეს ერთ-ერთი ბინძური არჩევნები იყო, იმიტომ რომ არც ერთი მხარე არ მოერიდა არანაირი ნაგვის გამოტანას და გარკვეული ინფორმაციების გახმაურებას და გამჟღავნებას. ამ თვალსაზრისით იყო მართლა ძალიან ცუდი, ხანდახან ისეთი უხერხული თემებზე იყო აპელირება, რა ჯანმრთელობასთან იყო დაკავშირებული, თქვათ, კანდიდატები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და პერსონალური ინფორმაციის გარეთ გამოტანისთვის. მაგრამ რეალურად ეს იყო ტექნოლოგიური თვალსაზრისით ახალი სიმაღლე, თქვათ, ჩემთვის როგორც PR სპეციალისტისთვის ეს იყო ნამდვილად აბსოლუტური სიახლე იმ ხარისხით და დონით წარმართვის არჩევნების, როგორც ეს ამერიკაში წარმართა და ეს იყო სხვათა შორის ეს მიცემს ძალიან დიდ სტიმულს არა მარტო თქვათ საპრეზიდენტო და სხვა არჩევნებზე ტექნოლოგიის გამოყენებას, არამედ თვითონ განვითარებას ამ დარგის. დიახ, რაც შეეხება შედარებით ღარიბ ქვეყნებს, რამდენად გამართლებულია რომ მათ ხარჯონ რესურსი PR-ზე, ამ შემთხვევაში საქართველოს მაგალითზე მინდა რომ ვისაუბროთ. მინდა გითხრათ რომ PR-ზე, PR-ი ეს არ არის რაღაცა ცალკე არსებული ფანტომი, რომელიც თავისთვის არის და PR-ი ეს არის საზოგადოებასთან ურთიერთობა. ამიტომ ნებისმიერ დროს, რომელიც თუ თქვათ სახელმწიფო სტრუქტურებს შევეხებით, საზოგადოებასთან ურთიერთობა, თქვათ, კერძო განსხვავებით არის ის, რომ კერძოში ეს ნებაყოფილობითია და სახელმწიფო სტრუქტურებში ეს არის სავალდებულო. ანუ პასუხისგებლობის ერთ-ერთი სერიოზული შტო არის. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, საზოგადოებასთან ურთიერთობა ეს არ არის რაღაც უფასო ურთიერთობა მხოლოდ და ინფორმირება საზოგადოების, სწორი ინფორმაციის მიწოდება, ეს არის სახელმწიფო სტრუქტურების ერთ-ერთი სერიოზული ვალდებულება. და თუ ამას 12 წლის შემდეგ ჩვენ დავინახეთ, განცდა გაუჩნდა მოსახლეობას, რომ ახალი ხელისუფლება არ ხარჯავდა რესურსს PR-ზე, ეს უკავშირდება თუ არა წინა ხელისუფლების პერიოდში დამკვიდრებულ, ასე ვთქვათ, ცნებას, რომ PR-ი არის ნეგატიურ განწყობას, რაც არსებობდა მაშინ. იცით, რასაკვირველია ასეთი რაღაც არსებობდა, მაგრამ მოდი შევადაროთ, თქვა წინა ხელისუფლების პერიოდში, თქვა 2012 წლამდე PR-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ინტენსივობა იყო განსაკუთრებით მაღალი. ფაქტობრივად, თქვათ, მე თქვათ, სხვა ქვეყნის ცხოვრებას თუ შევადარებთ, ასეთი ინტენსივობის PR ინსტრუმენტების გამოყენება პრინციპში არც ერთ სახელმწიფოში არ მინახავს და სამწუხარო ერთ-ერთი დანამატი გახდა ამისა, რომ PR-მა შეიძინა პროპაგანდის ფუნქცია. აი ამით ხომ არ იყო, ფიქრობ, ასე შეშინებული, თქვა 2012 წლის შემდეგ მოსული ხელისუფლება, რომ და შეცვალა ეს მიდგომა ახალმა ხელისუფლებამ. რასაკვირველია, პროპაგანდის ძალიან დიდი ნაწილი ჩამოცილდა ამ თემას, მაგრამ ის ინტენსივობა, მაინც ვფიქრობ, და ის დახარჯული თანხები, რაც PR-ზე დღეს იხარჯება სახელმწიფოდან, მე ვფიქრობ, რომ არასაკმარისია იმისათვის, რომ საზოგადოების ინფორმირება მოხდეს. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ არაეფექტიანად ხდება დღეს საზოგადოების ინფორმირება იმ პროექტებზე, რაც კეთდება ხელისუფლების? აი, ასეთი კატეგორიული ვერ ვიქნები, რომ რაღაცა ეს არაეფექტიანად ხდება, მაგრამ ინტენსივობა მე ვფიქრობ გასაზრდელია და გეტყვით კიდევ, გარკვეულწილად თვითონ PR-ის მეგატრენდი არის ის, რომ ინფორმაციის ინტენსივობა, აი მაგალითად Google-მა დაითვალა და აღმოჩნდა, რომ ის საშუალებები, რომელიც აღიარებულები არიან მედია საშუალებად, მხოლოდ 2016 წელს 72 მილიონი ინფორმაცია გაავრცელეს. სტატიის, მასალის და ასე შემდეგ. წარმოგიდგინიათ, რამხელა მასივია ინფორმაციის და ამის პარალელურად მეორე მეგატრენდი არის PR-ში, რომ ყურადღება მომხმარებლის
რასაკვირველია და კონცენტრაცია არ იზრდება, მას ისე რჩება. ანუ ახლა საჭიროა რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა თან მით უმეტეს უკვე სხვადასხვა ძალიან ბევრი საშუალება არსებობს იგივე სოციალურ მედიაში, იგივე ტრადიციულ მედიაში. საჭიროა რომ მოხდეს ამის ძალიან სწორად დათვლა, საიდან როგორ მივაწოდოთ, იმიტომ რომ გადის ხოლმე დაცული ბალანსი პროპაგანდას და ინფორმირებას. ეს ერთი და მეორე არ დარჩეს არაინფორმირებული მოქალაქე. ეს ყველაზე იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა ხდება, მაგალითად, ერთი მარტივ რაღაცას გიყვეთ, რომ ფაქტურად დრო არ გვაქვს და უნდა ერთი თვის წინ გამოცხადდა 50 სასტუმროს პროექტი და გუშინ წინ ჩემამდე ძლივს მოაღწია. ანუ სახელმწიფომ უნდა დახარჯოს ფული, რომ ინფორმირება გაზარდოს მოქალაქეების. ეს შეუწყობს სწორედ კეთილდღეობას ხელს. ძალიან დიდი მადლობა, საინტერესო საუბრისთვის, ანალიზისთვის. საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი სოსო გალუმაშვილი იყო ჩვენი სტუმარი.